ყველაზე ცხელი საკითხავი ამ ზაფხულს. ეს რა არგუმენტია, ეს რა კრიტერიუმია წიგნის შეფასების, რომ ხელი და ვერ გავაგდე, ჩემთვის არის. ფეხმოკიდებული ჟანრი არ არის დეტექტივი. მაყურებელმა მოითხოვა წიგნი, რომელიც დაიწერა სერიალში. გამოგონილ აფხაზეთში ხდება მოქმედება სინამდვილეში. ასეთი აფხაზეთი არ არსებობს. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ვერ მოწყდება მკითხველი, ეს არის აი ეს ენობრივი მრავალფეროვნება. თან ლამაზია და თან ამავე წიგნში არის რომ მაგარი მყრალი სუნი. ეს არ არის ნაზი რაღაცა ყვავილი, ეს არ არის რაღაცა ტყემლის ყვავილობა ან საკურა, რაღაცა ესეთი რომ უცნაურია. თან ლამაზია. თან ჟღერს და სახელი უნდა ჟღერდეს ახლა. მოკლედ ბევრი მკითხველი ყავს, მე ბევრი რაღაც თორები, ამბები ხეზე თუ იმედია უფრო მეტიც ეყოლებ. შენ როგორ ფიქრობ, ამდენი დიალოგით რატოა და აბარა მეგრელი ტყილა კი არა. პოლ თომას ანდერსონიც ასე ვთქვათ ხურდაში მოყვა, როგორც მისი ბოიფრენდი ყოფილი. ეს ამოვჭრათ. თავიდან მოყვებ. მე თამამად ვიტყვი, რომ უბრალოდ ვერ ფლობს 33 სუბგერას ქართულის. ძალიან ცუდად წერენ. სრული უმეტესობა. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მარიამოს ვლოგს. ჩემი ამ ეპიზოდის სტუმარი არის დავით გაბუნია, მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი, ან შეგვიძლია სხვა თანმიმდევრობით ჩამოგვეთვალა, დრამატურგი, მწერალი, სცენარისტი. ერთი სიტყვით, დათომ ცოტა ხნის წინ გამოსცა დეტექტიური ჟანრის რომანი თამარ ერაძის სახელით და ეს წიგნი, როდესაც მივიღე, იქ იყო ასეთი განმარტება, რომ ყველაზე ცხელი საკითხავი ამ ზაფხულს. და ამას ვეთანხმები იმ ნაწილში, რომ ეს არის წიგნი, რომელიც ცოტა ბანალურად ჟღერს ხოლმე, რომ დაიწყებ ბოლომდე გაკითხებს და ეს არის ნამდვილად ისეთი რომანი, რომელიც რო დაიწყებ ძალიან რთული არის, რომ ან არ დაასრულო, ან მალე არ დაასრულო და არ გაიგო მე ამას ვიღებ კომპლიმენტად, იმიტომ რომ ბანალური შეიძლება არის და ბევრს არ უყვარს და ძალიან ბევრი ჩვენ რომ პატივს ვცემთ ისეთი ლიტერატურისგან მოგვისმენია, რომ ეს რა არგუმენტია, ეს რა კრიტერიუმია წიგნის შეფასების, რომ ხელი და ვერ გავაგდე, ჩემთვის არის. იმიტომ რომ მე როგორც ავტორი ყველანაირად ვცდილობ რომ ასე იყოს და როდესაც შედეგად ვიღებ, როდესაც მეუბნებიან რომ ეს წიგნი ვერ დადეს და ერთი სული ჰქონდათ ბოლომდე გასულიყვნენ, ამ შემთხვევაში ვიღებ კომპლიმენტად, იმიტომ რომ რა მიზანიც მქონდა, მიზანს მივახცე, ასე რომ სულ არ მებანალურება, პირიქით ძალიან დიდი მადლობა ესეთი შეფასებისთვის. კი, ასეთი რომანი არის, აი როგორც კი რაღაცა ესეთი მომენტი არის, რომ შეეჩვევი გარემოს, ახალი პერსონაჟი, რაღაც ახალი გარემოება ჩნდება და ანუ დეტექტივსაც ახასიათებს ეს, რომ ვიდრე არ გაიგებ ვინ არის მკვლელი, მანამდე წაიკითხავ. ხო, თამარ ერაძის სახელით, რომელიც არის ხელოვნური სუნთქვის სერიალის პერსონაჟი, მისი სახელით გადაწყვიტე, რომ ეს რომანი დაგეწერა. მოდი, აქედან დავიწყოთ, რატომ თამარ ერაძის სახელით და თან მაშინვე გათქვი, რომ ეს შენი რომანი იყო. ესე იგი, თავიდან ცოტა სხვა ჩანაფიქრი მქონდა, ან ნებისმიერ შემთხვევაში მინდოდა ფსევდონიმით. იმიტომ რომ მინდოდა მეცადა, დამეწერა ისე როგორც არ დამიწერია აქამდე არასდროს, მაგალითად ყოფილიყო ბევრი მესამე პირი. რაც ჩემთვის როგორც დრამატურგისთვის და სცენარისტისთვის, სადაც ერთშიც და მეორეშიც და თეატრისთვის დაწერილ პიესებში და კინოსცენარში მესამე პირი საჭირო არ არის. ძირითადად არ არის საჭირო, საჭირო ხომ დიალოგებზე არის აგებული მთლიანად და ამიტომ ცდილობა რაღაცნაირად მინდოდა რომ ყოფილიყო სხვა ადამიანის სახელით, სხვა მოგონილი სახელით, ბებიაჩემის სახელსაც ვფიქრობდი, მათ შორის მშვენიერი სახელი ჰქონდა. მაგრამ ეხლა არ გეტყვით, იმიტომ რომ მე სხვა დროს გამოვიყენებ ამ ფსევდონიმს და იმის უკან დავიმალებ კიდეც. რაც შეეხება თამარ ერაძეს, ეს არის ხელოვნური სუნთქვის პერსონაჟი, ხელოვნური სუნთქვა, რომლის სცენარის ავტორებიც ვიყავით ქეთი დევდარიანი და მე. და თამარ ერაძე რაღაცნაირად ისე განაწილდა, რომ ბიჭი პერსონაჟი ქეთის იყო, გოგო ჩემი. არა, რასაკვირველია ორივესი იყო, მაგრამ რაღაცნაირად აი ხო იცი რომ შენი გული რომელ პერსონაჟს ეკუთვნის და თამარი იმ სერიალში იყო მწერალი, ჟურნალისტი და მწერალი, წერდა წიგნს და მოკლედ ამ წიგნს ბევრი რამე უკავშირდებოდა და მაშინ სერიალი ძალიან პოპულარული გახდა 2016 წელს და სულ იყო, აი მართლა რო ამბობენ ხოლმე ძველ გადაცემებში რედაქციაში ვიღებთ წერილებს, დაახლოებით ესე Facebook-საც და ყველგან იყო, რომ როდის გამოდის ეს წიგნი. ანუ მაყურებელი ისე შეიჭრა. ანუ მაყურებელმა წაგაქეზა. მაყურებელმა
მოითხოვა წიგნი, რომელიც დაიწერა სერიალში. სერიალში რა თქმა უნდა წიგნი არ დაწერილა, სულ 4 გვერდი ტექსტი იყო დაწერილი და სერიალში წიგნი გამოიცა. ოღონდ ეს სხვა წიგნზეა ლაპარაკი და ამის მერე, როდესაც უკვე ჩვენ დიდი ხნით გაჩერდა სერიალი რაღაცა მთელი მატერიალური ფინანსური პრობლემების გამო, მერე მოგვიანებით უკვე კავეაზე აღდგა სერიალი და როდესაც აღდგა ეს სერიალი, მან კიდევ რა თქმა უნდა გვახსოვდა ვინ არის ეს პერსონაჟი, რას აკეთებს და იქ ერთი ამბავია, ერთი რაღაც თავგადასავალი გადახდება ამ პერსონაჟს, ავად ხდება, ნევროლოგიური პრობლემები აქვს და ეს იყო ჩემი რაღაცნაირად ავტობიოგრაფიული მომენტი, ანუ მეც ესე ავად ვიყავი როგორც ეს პერსონაჟი და მაშინ გადავწყვიტე რომ აი იმ საავადმყოფოში სადაც ის წევს იქ უნდა დაეწყო წერა, იქ უნდა ეწერა რაღაცა ისეთი რაც მისთვის ტიპიური არ არის, მისთვის სრულებით უჩვეულოა, იმიტომ რომ თქვა აი ბევრი პრობლემა ჰქონდა და რომ გადართულიყო ამ პრობლემებიდან და გაქცეოდა რაღაცნაირი ესკაპისტური გადაწყვეტილება იყო დაეწერა დეტექტივი. ისეთი წიგნი რომლის მიზანიც თავიდანვე აპრიორი არის ის რომ მკითხველი გაართოს, დააინტრიგოს, გაართოს და თქვათ დაძაბოს და აი ესეთ რაღაცას წერს იქ ზუსტად ეს ყდა არის სხვათა შორის წიგნ სერიალშიც მიუხედავად იმისა რომ წიგნი ახლა გამოვიდა ადრიდანვე მაშინ დავიწყე ამის წერა და მოკლედ ამიტომ თქვათ ვიფიქრე რომ ეს არის წიგნი რომელიც დაწერა ჩემმა პერსონაჟმა ასე მე არ დავწერდი ანუ რაღაცნაირი თამაში იყო ჩემთვის რაღაცნაირად დამეწერა ისე თითქოს მე არ ვწერ თითქოს რასაც მე ჩვეულებრივ წერ დრამატურგიაში იქნება თუ სხვაგან ერთი რომანი მაქვს აქამდე დაწერილი ან რაღაც კიდე რამდენიმე მოთხრობა ის სტილი რაღაცნაირად უარ მეყო, უკუმეგდო და რაღაცნაირად ახალი მომეფიქრებინა, იმიტომ რომ დეტექტივს საერთოდ არა მხოლოდ დეტექტივს, ყველა ახალ წიგნს, ყველა ახალ ამბავს, რომლის მოყოლაც გინდა თავისი ენა ჭირდება. ხო, და ძალიან საინტერესოდ არის ეს ენა, ანუ ეს მრავალფეროვნება ამ წერის მანერაშიც იგრძნობა, ნუ აქ გულისხმობ ცალკე დღიური, ცალკე ჩანაწერები, დიალოგები ძალიან დატვირთული არის ტექსტი, რაც უფრო დინამიურს ხდის ჩემთვის როგორც მკითხველისთვის და კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ვერ მოწყდება მკითხველი, ეს არის აი ეს ენობრივი მრავალფეროვნება, გარდა იმისა, რომ აქ არის ბევრი პერსონაჟი და აი ბოლოსაც ეს ქალი თავის დღიურს წერს იქიდე ანუ რთული არის დეტექტივზე საუბარი აქ რაღაც სპოილერების გარეშე რომ ისაუბრა ამ სტილს კი ჩემთვის მე ვუყურებ წერლობას ზოგადად დრამატურგიას თუ სცენარის წერას თუ რომანის წერას როგორც საქმეს, როგორც ხელობას, რომელიც ამაზე არსებობს ესეთი საკამათო მოსაზრებები ძალიან, რომ ამას ვერ ისწავლი, რაღაცას ვერ ეს სხვა არ არის, რა ქვია, ხელოსნობა არის. კი, მეც ესე მგონი. დიდწილად არის, იმიტომ რომ დაჯდე და რამდენი გვერდია ეს 298 გვერდი დაწერო. მუზა დაგაჯდეს ბეჭზე და გიკარნახოს. ხო, გიკარნახოს, ვერ გიკარნახებს ამდენს. ანუ ყველაფერს თავი დავანებოთ, რასაკვირველი არავინ არ უარყოფს ისეთ რაღაც აბსტრაქტულ კატეგორიას, როგორც არის მუზა, ნიჭი და სხვა ასე შემდეგ. ეს სხვა რამეა, მაგრამ მე ვგულისხმობ, რომ თუ არ არის რაღაცა ბაზისი, უნარი აი რასაც უნარჩვევას, რასაც ვეძახით თანამედროვე პედაგოგიკაში გამომუშავებული წერის, რა ვიცი მე 10 გვერდზე მეტი ტექსტის დაწერა ძალიან საეჭვოდ მეჩვენება და ამიტომ ვუყურებ როგორც ხელობას და ამ ხელობის ერთ-ერთი ნაწილი, ძირითადი მთავარი ნაწილი ჩემთვის არის რა ზუსტად განსაზღვრა იმის რა ამბის მოყოლა მინდა ამბავი, რომელსაც ვიგონებ და მე ამ ამბავს როგორი ენა ან ენები ჭირდება. მე მეჩვენება რომ ვთქვათ, მთლიანად ერთი ფორმით დაწერილი 300 გვერდი წიგნი შეიძლება მოსაწყენი იყოს. ჩემთვის პირადად უბრალოდ მოსაწყენი შეიძლება არ იყოს წასაკითხად, 300-იც დაუწერიათ და ბევრად მეტიც და არ არის მოსაწყენი, მაგრამ ჩემთვის როგორც ავტორისთვის ანუ მუშაობის ფორმა, ხო, ერთი და იგივე ფორმა მაკარგვინებს ინტერესს, ხო, და ამიტომ თქვა მინდება სადღაცა გაჭრა დაუშვათ, იგივე რაც თქვით, აი დიალოგები დაუშვათ, ხო? ნუ რახან დრამატურგი ვარ და დიალოგი მაინც ჩემი თავარი ეს არის, მე ყველაზე კომფორტულად დიალოგში ვფრთნობ თავს. მეუბნებიან რომ კარგად გამოგდის, ამბობენ კი და ამიტომ თქვა ხო არის რომ გადავწყვიტე კი რომ მესამე პირში ყოფილიყო თხრობა აღწერებით, გარემო, პეიზაჟი და ასე შემდეგ, როგორც არის. ხო, ეს გარემო დეტექტივში საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანი არის. და აი ამ მქონდა ხოლმე შეგრძნებები, რომ უცებ ძალიან მღლიდა ეს მესამე პირი, რომელიც ძალიან უჩვეულოა ჩემთვის და ხვდებოდი რომ გამოსავალი არის ახლა ჩავხდები. დღიური წერა. რაღაცა სხვა გადავხდებით დიალოგში.
დიალოგიდან რაღაც მომენტებში ეგეც თქვა გადავიჭრებით სხვა პერსონაჟის შინაგან სამყაროში, გარდაცვლილი პერსონაჟის შინაგან სამყაროში მოკლული გოგოს დღიურები არის აქ. ბოლოს ძალიან უცნაური შემოbrunება იყო სუბოლო თავი, რომ უკვე აი ამდენ ხანს ამ გარდაცვლილი პერსონაჟის და მე უკვე ის რაღაც ის ცოცხალი სიუჟეტი თამაშდება, რომელიც მკვლელობამდე მოხდა. კი, ანუ სულ ამ წიგნში საერთოდ დეტექტივის ღერძი ხო ეს არის, ხო ეგრეთ წოდებული ეს ხუდანიც, რასაც ახლა ვინ ჩაიდინა, ვინ გააკეთა, ხო, ვინ მოიმოქმედა. არის მკვლელი. ვინ არის მკვლელი, ხო, მე ბაღე როგორც წესი. ანუ ტაქსის მძღოლი. მაგრამ საქმე რაშია? აქ ამის გარდა დაუშვათ, რომ თქვა მკითხოს ეს ინტერესით მქონდა მე რომ გაერკვია რა თქმა უნდა ამ ინტრიგაზე არის აგებული ვინ არის მკვლელი, გვაინტერესებს, მაგრამ მე არ მაკმაყოფილებს მარტო ერთი ახსნა, იმიტომ რომ კონკრეტული მკვლელობა ჩემზე ბავშვობაში უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა აღმოსავლეთის ექსპრესმა, ისევე როგორც ალბათ რა ვიცი ნებისმიერ შერაცხად ადამიანზე, რომელიც ამ წიგნს წაიკითხავდა და რომელიც წინასწარ არ იცოდა რაშია საქმე, შეუძლებელია რომ შოქში არ ჩაგაგდოს ამან და ერთი ეს და მეორე შეუძლებელია შოქში არ ჩაგაგდოს როჯერ ეკროიდის მკვლელობა, ხო? მაგრამ იმას თავს დავანებებ, ახლა სპოილერი არ გამომივიდეს და აღმოსავლეთის ექსპრესი იყო რა შოკი, ასე ვთქვათ, ყველა დანარჩენი დეტექტივისგან განსხვავებით, როდესაც ვთქვათ, შენ ეჭვი გაქვს ჯერ ერთზე, მერე მეორეზე, მერე მესამეზე, როგორც ხდება ხოლმე, ხო? და იცი წინასწარ, რომ ეხა ეს ეჭვი არ უნდა გამართლდეს, იმიტომ რომ წესი ესეთია. და უცებ ამ წიგნმა ამომაყირავა იმით, პატარა ვიყავი ძალიან რო წავიკითხე, რომ თურმე ერთი კი არ შეიძლება იყოს მკვლელი, შეიძლება იყოს ბევრი. და იქ პირდაპირ გაგებით ბევრია მკვლელი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ თქვათ, გამეკეთებინა რა რომ გვეჩვენებინა საზოგადოება, რომელიც არის მკვლელი და რაღაცა წყობა. შემთხვევაში პატრიარქატი, ხო? რომელიც კლავს ქალს და როგორ. და ამიტომ თქვათ, ეს მინდოდა გამეკეთებინა, რომ თქვათ, მისი მოკლა, როგორც ფიზიკური პროცესი, რომელიც ამ და ამ დღეს მოხდა და იქ არავის არ ვასპოილებ. დასაწყისშივე არის, რომ იპოვიან მაგნოლიების პარკში მოკლულ გოგოს, ეს არ არის მარტო ერთი აქტი. და ბევრად უფრო დიდი ხნის წინ არის დაწყებული. აი რაღაც ესეთი ცოტა სოციოლოგიური ასპექტიც რო ქონოდა ეს. და ეს რიტუალური მკვლელობა, რიტუალი, რომელიც ამ მკვლელობაში შემოდის, ძალიან მომეწონა, ერთ სიტყვით. ხო, თქვით რომ დეტექტიურ რომანში გარემო და ატმოსფერო არის ძალიან მნიშვნელოვანი და ესეც სიმბოლური არის, რომ სად ხდება მოქმედება, ამაზეც ვისაუბროთ. აფხაზეთის სოხუმი და სადღაც მე მგონი კომენტარი შემომხვდა შენი, რომ მე არ ვარ ნამყოფი მე არ ვარ სამწუხაროდ აფხაზეთში ნამყოფი, მე დავიბადე 1982 წელს, წესით შეიძლება და მომესწრო, მაგრამ ნუ ბავშვი ვიყავი, როდესაც პატარა ვიყავი, როდესაც ეს ამბები, ეს ტრაგიკული ამბები მოხდა აფხაზეთში, თუმცა გამწვავდა ეს ყველაფერი. ამიტომ არ ვარ აფხაზეთში ნამყოფი, მხოლოდ გადმოცემით ვიცი, ისევე როგორც აწუყვე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სრულმა უმრავლესობამ. მაგრამ მნიშვნელოვანი რა იყო, რომ მე გადავწყვიტე, რომ მოდი მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი დეტექტიური ჟანრის წიგნი რეალისტურია ფორმით, ხო? დიდი ვერაფერი ვერ მოხდება დეტექტივში ისეთი საოცარი, ხო? სიურრეალისტური არ უნდა იყოს წესით. რეალისტური არის, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ თქვა, აი ხაზი გამესვა ამ ფიქციურობისთვის, იმისთვის ეს მაგნოლია, რომ გამეკეთებინა მოქმედების ადგილი იქ, სადაც ეს შეუძლებელია რომ მოხდეს, თქვა და შემეცვა მოქმედება წიგნში ხდება 2016 წელს. და ეს ამბავი ვითარდება აფხაზეთის ერთ პატარა ქალაქში, რომელიც არ არის დასახელებული. ანუ ასეთი ქალაქი არ არსებობს აფხაზეთში, არც მაშინ არსებობდა და არც ახლა. და არც მაგნოლიები არ ყვავის. ასეთი ბაღიც არ არსებობს, ასეთი მეურნეობაც, ანუ წიგნში ეგ არის, თქვა, თავის დროს ეს იყო დეკორატიული ხეების რაღაცა მეურნეობა და მერე გაამრავლეს და გახდა დიდი პარკი, ხო? ასეთი გარემო საერთოდ არ არსებობს, უბრალოდ რაღაცა ჰიბრიდია მთელი დასავლეთ საქართველოს, ბათუმის, ფოთის, ასე შემდეგ სანაპიროების და მე თვითონ ფოთელი ვარ და ეს სწორი ქუჩები ფოთიდან მოდის და დავიწყე ესეთი რამ არის, რახან თქვათ მე ვიგონებ მთელ სამყაროს და ყველა პერსონაჟს, მთლიანად მთელ ამბავს, მთელ ინტრიგას, ხო? მოდი ბარემ ადგილსაც მოვიგონებ, ეს ყველაზე ცოტა რაღაც არის, რასაც მოგონება სჭირდება, ხო? ბარემ და თან პლუს კიდე თქვენ ნახავთ წიგნში, რომ
არც ქართული პოლიცია ისეთი როგორც ამ წიგნშია, არც ქართული პოლიციელები არიან სამწუხაროდ ისეთები, როგორც ამ წიგნში შეგხვდებათ და მთლიანად ეს ფიქცია, ეს გამონაგონია და ამ გამონაგონობას ამბის ხაზს უსვამს ზუსტად ის, რომ გამოგონილ აფხაზეთში ხდება მოქმედება სინამდვილეში. ასეთი აფხაზეთი არ არსებობს. თეთრი მაგნოლია ეს სათაური და ანდერსონის მაგნოლიას ალბათ პირველი ვინც სათაურს წაიკითხავს და ეს ფილმი ან სმენი ან უნახავს რაღაცა დაფიქრდება მაინც რაიმე კავშირი ხომ არ არის და ეს ფილმი არის ამავე წიგნში ნახსენები. თუ იყო რაიმე ინსპირაცია ან რატომ? ინსპირაცია არ ყოფილა, ფილმი ნახსენებია უბრალოდ რეჟისორი არის ნახსენები, იმიტომ რომ ხო, რეჟისორი არის ნახსენები. პოლ თომას ანდერსონი არის ნახსენები ერთხელ, იმიტომ რომ ნახსენებია ფიონა ეპლი, რომელიც არის რომლის სიმღერითაც იწყება საყვარელი მომღერალი, ძალიან მიყვარს, უბრალოდ არა იმდენად როგორც მომღერალი, არამედ როგორც songwriter, ანუ სიმღერების ავტორი და განსაკუთრებით ლექსების ავტორი, პოეტი, ანუ რომელიც წერს თავისი სიმღერების ლექსებს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი კავშირი აქვს იმას თქვათ, რასაც ფიონა ეპლი მღელის როგორი ტექსტებიც აქვს. თუმცა როგორ გითხრათ, თუ მკითხველმა არ იცის ვინ არის ფიონა ეპლი და არც ღრმად არ ჩაეძიება ამ ამბავს, ბევრს არაფერს არ დაკარგავს, მაგრამ ვინც იცის, ის მიმიხვდება რას გულისხმობ. რატომ არის თქვათ ეს ეპიგრაფია ამ წიგნში, ხო? და პოლ თომას ანდერსონიც ასე ვთქვათ ხურდაში მოყვა, როგორც მისი ბოიფრენდი ყოფილი. ერთ-ერთი. არა, იმ მაგნოლიასთან არაფერი უნდა გამოვტყდე აქვე, რომ მე არ ვარ პოლ თომას ანდერსონის თაყვანისმცემელი დიდად. იმ მაგნოლიასთან არა კავშირი, მაგრამ ერთი უფრო ძველი ფილმი არის ფოლადის მაგნოლიები ქალებზე, ცნობილი მოგეხსენებათ. იმასთან შეიძლება უფრო მეტი ჰქონდეს კავშირი. რაღაცნაირად პირდაპირი და სიუჟეტური არა, უბრალოდ თქვათ აი ქალების ცხოვრების კომპლექსურობა და თქვათ ეს მთელი ტვირთი, რომლის დარებაც ქალებს უწევთ, ის კავშირი შეიძლება დავინახოთ. თუმცა აი ისევ თქვათ ეს უფრო ეს პოსტფაქტუმ ნაფიქრი ამბებია, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ ეს ეს მცენარე მაგნოლია მე ძალიან მიყვარს. პერსონალურად ბევრი რამე მაკავშირებს. იგივე დასავლეთ საქართველოში კარგად ხარობს და დიდი მაგნოლიები გვაქვს და ეს როგორც რაღაცნაირი სიმყრალეში გადამავალი რო აქვს ძაფრი ძალიან სუნი და ასე შემდეგ, მაგრამ ბევრი რამე უკავშირდება ამ ხეს და გადავწყვიტე რომ თქვა განსაკუთრებით ის რომ ძალიან ბუტაფორიულია. ყვავილები გონია რომ არ არის ნამდვილი რომ უყურებ რა, ნუ პირველად როცა ნახავ მაგნოლიას და ესე ძალიან ახლოდან მაგნოლიის ყვავილს ძალიან დიდი ყვავილია, ხო გონია რომ აი ხელოვნურია. თან ლამაზია და თან ამავე წიგნში არის რომ მაგარი მყრალი სუნია. ხო, მიმზიდვე, ანუ ეს არ არის ნაზი რაღაცა ყვავილი, ეს არ არის რაღაცა ტყემლის ყვავილობა ან საკურა ან რაღაცა ესეთი რომ უცნაური რამ არის და უფრო ადრე ევოლუციის უფრო ადრე ეტაპზე ჩამოყალიბებული მცენარეა, უფრო ძველია. ვიდრე ვთქვათ ბევრი სხვა სახეობა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, ხო და ესეთია ვთქვათ აი ეს დეკორატიულობა და ეს ხელოვნურობა ამ მცენარის რაღაცნაირად და თან ლამაზია, თან ჟღერს და სახელი უნდა ჟღერდეს ახლა ჩვენ თუ ხელობაზე ვლაპარაკობთ, ხელობის ნაწილია ისიც რომ მოახერხო რაღაც ისეთი დაარქვა წიგნი სათაურად, რაც შეესაბამება იმას, რაც წიგნი წერია და არ მოატყუებს მკითხველს, ვთქვათ, მკითხველი რომელიც წაიკითხავს ყდაზე სათაურს თეთრი მაგნოლია და მე რაღაცა პატარა ანოტაციასაც წაიკითხავს, მე პირდებით რომ მოტყუებული არ დარჩება. ანუ რა ჟანრულ მოლოდინებსაც აღუძრავს, რაც ვთქვათ, რაღაცა მომელო დრამატულო სურნელი დაკრავს ამას, ხო, ესეც არის წიგნში. კი. აი ხელობაზე საუბრობდი და ამ ჩემს პოდკასტში ბევრი სტუმარი მყავდა უკვე და თითქმის ყველასთან რატომღაც საუბარი ესე წავიდა. მე თვითონ ძალიან მაინტერესებს ზოგადად მწერლები როგორ მუშაობენ და რა დისციპლინა აქვთ წერის დროს გამომუშავებული. მე სრულად გეთანხმები და ამასთან ერთად ძალიან ცნობილი მწერლებისთვის, ვისთვისაც კი მომისმენია, ყველა ამაზე საუბრობს, რომ წერა ეს არ არის ის, რომ მუზა დამაჯდა ეხლა და დამჯდე და ვწერო. ეს არის ძალიან შრომატევადი, რომელსაც პირველ რიგში ჭირდება დისციპლინა იმისთვის, რომ რაღაც შედეგამდე მიხვიდე და შენი აი ეს წერის პროცესი როგორია? რახან მე ლიტერატურაში რაღაცა ცხვირის შემოყოფა თარგმანით დავიწყე. თარგმანი ნამდვილად მოითხოვს ჯოჯოხეთურ დისციპლინას
პირველი რა თარგმნე? მაგიტომაც ვერ გავხდი ბოლომდე მთარგმნელი, ანუ ძალიან ადრე შეწყვიტე თარგმნა და ეხლა თუ თარგმნი ძალიან პატარა ტექსტებს, ან იშვიათად ძალიან, ანუ მე ეხლა დღეს უკვე თავს ვეღარ ვუწოდებ თარგმნელს, ადრე კი ბატონო თარგმნიდი, მაგრამ ხო და პირველი რა თარგმნა? პირველი დიდი ესეთი სრულ მასშტაბიანი ტექსტი იყო ტუვე იანსონის კომეტა მუმინების ხეობაში. აგერ გვაქვს, ხო, ტუვე იანსონი მაშინ ძალიან პატარა ვიყავ, 20 წლის ვიყავ. და მაგრამ რას ვამბობ, რა ხომ თქვა, აი თარგმანიდან მოვედი, თარგმანი მოითხოვს მართლა სრულ კონცენტრაციას ყურადღების და ძალიან ძიმე რუტინული შრომა არის თარგმანი. ცხადია, იქ ისევ აბსტრაქტულ ნიჭიერებას თუ რაღაც აღმაფრენას თუ რაღაცა ჯანდაბას რას არ უნდა ვუწოდოთ, არავინ არ გამორიცხავს ამ პროცესიდან, მაგრამ აი ესეთი მართლა ამ საათიდან ამ საათამდე დავჯექი და ვიმუშავე, ეს უნარი თუ არა გაქვს, თარგმნელი ვერ გახდები. ნუ ყოველ შემთხვევაში დიდი ზომის, დიდი მოცულობის ტექსტს ვერ თარგმნი, იმიტომ რომ ძიმე შრომაა ეს. და იგივე ეხება დაახლოებით კი არა და ზუსტად იგივე ეხება წერასაც თავისთავად, ხო? მე რაც შეეხება ამ პროცესს თვითონ უშუალოდ სამუშაო პროცესს ძალიან დიდხანს ვფიქრობ რაღაცაზე, ამ სიუჟეტზე, ძალიან დიდხანს ვიგონებ სიუჟეტს, ვინიშნავ ბევრს გაუთავებლად. ძველ ბლოკნოტებს რო ვათვალიერებ ხოლმე გადასაყრელად ძირითადად ძალიან ბევრი მაქვს და რაღაცად არ ეტევა, უკვე არავის არ ჭირდება. იქ ხშირად მინახავს ერთი და იგივე ტექსტის ბევრი სხვადასხვა ვარიანტი დაწერილი, ვთქვათ, კაცს ყავს ცოლი. ეს ცოლი ღალატობს. არა, ცოლი არ ღალატობს. აი ესე სქემატურად ბევრჯერ მაქვს ეს ამბავი ჩაწერილი, იმიტომ რომ ერთი თვისება აღმოვაჩინე ძალიან ადრევე და მაყოფილი ვარ ამით, რომ უბრალოდ ერთი რამ აღმოვაჩინე ჩემ თავში, რომ ვთქვათ, მივდივარ ავტობუსით სადღაც ან მეტროთი და რაღაცა შესანიშნავი იდეა მომივიდა. და ძალიან ბედნიერი ვარ, ვაიმე ეს რა კარგი აქიდან რა კარგი რაღაც გამოვა და მივსულ ვარ სახლში და აღარ მახსოვს ეგ იდეა, ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია, ამიტომ ვთქვათ, ყოვლად გადაუჭარბებლად მაშინვე ვიწერ ყველაფერს, რაც მე ზოგჯერ თავს და ბოლოს ვერ ვადგამ, რომ ეს რა არის, საერთოდ ეს რას ნიშნავს. ან ტელეფონში, ან ბლოკნოტში რაც იქვე ხელთან ახლოს იქნება. ამიტომ ეს ჩანაწერების ეტაპი, ეს ჩანაწერების პერიოდი გრძელდება დიდხანს. სანამ იბსენს აქვს ნათქვამი, მაგალითად რომ პერსონაჟს ისე უნდა იცნობდე, თითქოს ერთი კვირა საუნაში გაქვთ ერთად გატარებული. საუნაში ეროტიკული არაფერი არ არის, ჩtildeოელი კაცია, ისინი საუნაში ხშირად დადიან. ანუ სანამ თქვა ძალიან კარგად არ გავიცნობ ამ თავარ ტიპებს ვინ არიან, რა უნდათ და ასე შემდეგ. მანამდე წერას არ ვიწყებ და ვიწყებ ყოველთვის მაშინ, როცა ვიცი როგორ მთავრდება ნაწარმოები. რითი უნდა დავამთავრო, რა არის ბოლო. ეს და მე უკვე შემდეგი ეტაპი არის რომ წერ გეგმას. აქ დეტექტივის შემთხვევაში ეს მთლად გარდაუვალი იყო, გეგმას წერ ძალიან დეტალიზებულს. აი როგორც ვთქვათ, ეს სერიალის წერა მასწავლა, ეს ვთქვათ, ეს თვისება, როდესაც ვთქვათ, თან ავტორთან ერთად, ქეთისთან ერთად დევდარიანთან წერდით, ვთქვათ, ერთ სერიას მე ვწერდი ერთ ქეთი, მაგრამ ერთობლივად ვიგონებდით სერიებს, ხო, მთელ ეს ეგრეთ წოდებულ აუთლაინებს ერთად ვაკეთებდით, ხო? და ამიტომ ესე რომ ვთქვათ, აი დეტალიზებულად შეგეძლოს ჩაწერო, რა ხდება კონკრეტულად. გამომძიებლის დაფა გქონდა? კი, მაქვს პირდაპირ გაგებით და მე კიდე რასაც სულ ვაკეთებ, არის რომ სახეს ვეძებ ხოლმე, ვთქვათ, ჩემს პერსონაჟებს ჩემთვის აქვთ კონკრეტული ადამიანების სახეები. ეხლა ხელოვნურმა ინტელექტმა გაიხაროს, ბევრად გაადვილა ეს საქმე, შეგიძლია შექმნა არარსებული სახე, ზუსტად ისეთი როგორიც ჩვენ წარმოგიდგენია და აქამდე ამ წიგნის შემთხვევაში მაგალითად მე კონკრეტულად სახეები მქონდა და ეს სახეები არა თუ უბრალოდ მქონდა, არამედ ამობეჭდილიც მქონდა და გაკრულიც დაფაზე. იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია რა, ძალიან ჯერტი როგორ ვთქვა, ძალიან მარტივი ტრიუკია. ტრიუკიც არ არის რაღაცები ხელშესახები ხდება უცებ, როცა ვთქვათ, აი ფიქრობ, მაგდა პერსონაჟი მაგდა, ხო, ვთქვათ, აი როგორი კონკრეტულიც არ უნდა იყოს შენ თავში, ხო დიდხანს მუშაობ ტექსტზე, ეს ხო არ არის ერთი. ხო, როგორც მკითხველს ერთგვარი წარმოსახვით აქვს პერსონაჟები შექმნილი, ისე მარტივი არის კონდეს კონკრეტული სახე გქონდეს და ამიტომ მე კონკრეტული სახეები მქონდა. ისე დათო ძალიან საინტერესო თემა უცებ ამოტივტივდა ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში, მე შენი პოსტები კარგად მახსოვს, როდესაც შენ სტუდენტებთან მიმართებაში მათ ნაშრომებზე ჩივი ხოლმე. ეს ცალკე ამბავია, მაგრამ აი წერის პროცესში რამდენად იყენებ? ან თქვა იდეებს უზიარებ? მქონდა ამის მცდელობა, უბრალოდ
ქართული მთლად კარგად ჯერ არ იცის, ანუ ვერ დაგიწერს, მაგის იმედი არავის არ ქონდეს ჯერ. მაგრამ არც ისე შორს არის, იცი რა, ცოტ გარკვეულად თქვა, აი კარგად მანიპულირება ვისაც შეუძლია ხელოვნური ინტელექტით, ის მართლა ძალიან კარგ შედეგს იძლევა და მე ვიყენებ საქმიან ცხოვრებაში, ნამდვილად ვიყენებ. თქვა იგივე მიმოწერები იქნება თუ რაღაცა, არ ვიცი, სხვადასხვა ტიპის ესეთი ოფიციალური ტექსტები, რაღაცა საკანცელარიო ტექსტები, რომელსაც უბრალოდ ან პროექტის ტექსტები დავუშვათ, რომელსაც უბრალოდ ტვინი უნდა ანთხიო, როდესაც შეგიძლია ეს სწრაფად გააკეთო, არ არის საჭირო ამაზე ტვინის თხევა, ამაში ვიყენებ. წიგნს რაც შეეხება, ამ წიგნში მქონდა ესეთი მცდელობა, რომ მეცა და აბა წავაკითხე. ჯერ არ იყო ბოლომდე დამთავრებული, სადღაც ბოლო 50 გვერდი არ იყო დაწერილი, წავაკითხე და ვკითხე, აბა შენი აზრით როგორ უნდა დამთავრდეს, როგორ უნდა გამითარდეს და ანუ ამ ხელა ტექსტი შეგიძლია რომ ჩააგდო და ამუშავებ. კი რა, წამებში. და რაც პასუხად მივიღე, ძალიან არადაგმაყოფილი, არ მომეწონა. რომ მომწონებოდა, რა ვიცი ალბათ. არ მომეწონა, იმიტომ ჯერთი მე თვითონ მოფიქრებული მქონდა, უკვე ვიცოდი რაც ცხადია. ანუ როგორც თქვი, თუ არ ვიცი როგორ მთავრდება ტექსტი, წერას ვერ ვიწყებ და რასაკვირველია ვიცი როგორ მთავრდება, რასაკვირველია ვიცი ვინ არის მკვლელი, მით უმეტეს დეტექტივში. იმიტომ რომ სხვანაირად ამ ჰინტებში გადაშიგა მინიშნებებს რაღაცებს ვერ ჩავყრი, ესე ვერ მოვატრიალებ, ისე ვერ მოვატრიალებ, ბოლოში რა უნდა გაირკვეს, ეხო უნდა ვიცოდეთ, არა? ხო და ამიტომ დიდად ვერ დამეხმარა, უბრალოდ საინტერესო რა იყო, რომ თქვა, აი თეორიულ დისკუსიაში შევედით, ასე ვთქვათ. აი და ლიტერატურა ცოდნეობით და ძალიან საინტერესო იყო, ვთქვათ, უცებ დამიწყო დამილაგა მაგალითად როგორი ტიპის დასასრულები არსებობს დეტექტიურ ჟანრში და ვინ როგორს იყენებს ვის როგორ და ეს ძალიან საინტერესო საკითხავი იყო და ვთქვათ, ამაზე დავფიქრდი და რაღაცეები მართლა სასარგებლო იყო, მაგრამ არაუშუალოდ ტექსტის შექმნისთვის. სამწუხაროდ არა. ერთის კიდევ ესეთია, არის როდესაც თქვა რაღაცა საჭიროება გიდგას, როდესაც ჭიხში ხარ, ნებისმიერი საშუალება ყველანაირად გამართლებული შეიძლება. რაღაცა შევიღიტინოთ ძალით, რომ რაღაცა იმპულსი მივიღოთ, ხო, თქვა ნებისმიერი თქვა დაიბლოკა რაღაცა და ვეღარ აგრძელებ წერას. ყველა მცდელობა სრულებით მისაღებია ჩემთვის, რომ რაღაცნაირად მოიფიქროს ადამიანმა, რომ იპოვოს გზა. და თუ ამაში ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება ვიღაცას, რატომაც არა. როდესაც საუბრობთ დეტექტიურ ჟანრზე, საქართველოში ესეთი ფეხმოკიდებული ჟანრი არ არის დეტექტივი და პრინციპში არც მახსენდება სხვა რომელიმე დეტექტიული ჟანრი. არის, მაგრამ ფეხმოკიდებული ნამდვილად არ არის, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე ამ წიგნის რედაქტორს მაია არა, ეხლა შეიძლება წაკითხული მაქვს რაღაცა უცებ არ მახსენდება, მაგრამ აი ეს უცებ რო გამახსენდეს რომელიმე. ბავშვობიდან კლასიკა ინგლისს ბილიკი გემახსოვს. ეხლაც პოპულარულია ეს წიგნი. რას ამბობ, არც შემხვედრი. სამწუხაროდ კი. ხო, მაგრამ არა, რა თქმა უნდა, არის კიდე. იორამ ჩადუნელი და რა ბევრი იყო, ბევრი ძალიან ბევრი არა, მაგრამ იყო. ხო, ჟანრული ლიტერატურა ზოგადად ჩვენთან ეს ჩვენთან, ხო, აი ესე მიენჩნევა, ხო, ცხადია, რომ ეს არის მეორე ხარისხოვანი ლიტერატურა და ამიტომ თქვათ ხო, რაღაცნაირად თქვათ, კი ბატონო, ეს მართლა არის მეორე ხარისხოვანი ლიტერატურა, ამას მეორე ხარისხოვანი, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ბჭყალებში, ამას არავინ არ უარყოფს. უბრალოდ მე მქონდა ესეთი პროტესტის გრძნობა კი არა და რაღაც კარგად ჩავიხედე ძალიან ბოლო რამდენიმე წელიწადში მომიწია. ერთგან, ორგან, სამგან, ოთხგან ჟიურის წევრობა სხვადასხვა კონკურსს, საბაც იყო, იქ ახთი ბესტსელერის ავტორი, რამდენიმე ადგილას ვიყავი ჟიურის წევრი და ძალიან ბევრი თანამედროვე ტექსტი ვიკითხე. და მან გამიჩნდა ეს უკმაყოფილების შეგრძნება, რომ თქვათ პოპულარულ ესეთი აი მართლა ბესტსელერები და ესეთი აი ძალიან მასობრივ ლიტერატურაში გასული ავტორების უმეტესობა, ყველა არა, სრული უმეტესობა მე თამამად ვიტყვი, რომ უბრალოდ ვერ ფლობს 33 სუბგერას ქართულის. ძალიან ცუდად წერენ. სრული უმეტესობა და იმიტომ კი არა ვთქვათ, აი რაზე წერენ, უბრალოდ ტექნიკურად წერენ ძალიან ცუდად. და მე მქონდა მაშინ ზუსტად ამ წიგნის რედაქტორს მაია ალუდაურს შევთავაზე ესეთი იდეა, მაშინ გამიჩნდა ეგ აზრი, რომ მოდი მე დავწერ დეტექტივს. მოდი აბა თქვენ თუ გამოსცემთ, მოდი დავწერ და მოდი რაღაცნაირად ვეცდები, იმიტომ სულ მინდოდა დაწერა და აი ეხლა ვგრძნობ რომ მზად ვარ ამისთვის და რატომ არ შეიძლება რომ ცოტა წერა-კითხვის მცოდნე ხალხმა დავწეროთ რაღაცები, რაც თქვათ
მასობრივი ლიტერატურასაც ქვია მასობრივი ლიტერატურა. და მიზან მიმართულად დავწეროთ, თქვათ, არ მქონდეს გავეცნო კარგად ჟანრის კანონებს, რაღაცები ვიცოდე, გავითვალისწინო, თქვათ ის, რომ ანუ წერა არიციან რო ამბობ დეტექტივთან მიმართებაში ამბობ თუ არა ზოგადად. უბრალოდ ძალიან ცუდი ქართულით წერენ, მაგალითად, ძალიან პრიმიტიულად წერენ, ისე რომ თქვათ, აი პრიმიტიული ნაწერი შეიძლება ესეც იყოს რაღაც მომენტებში განზრახ, თქვათ, სიტყვაზე ეს რო არ ყოფილიყო ეს განზრახვა რო არ მქონოდა რომ ეს არის დეტექტივი და ეს არის მასობრივი კითხველისთვის გათვლილი წიგნი რომელსაც მე მიზანმიმართულად ასე ვწერთ და უშუალოდ ამ რაღაცა ლექსიკურ ერთეულს შეიძლება არ გამოვიყენებდი მაგრამ ახლა მე ვთქვათ ვირჩევ ამას იმიტომ რომ ვთქვათ აი ამ ჩემს მიზანს რამის მოთხრობაც მინდა იმ ამბავს ესეთი ენა სჭირდება და იქ უმეტეს შემთხვევაში რაც მე ვიკითხე და რასიც ჩავიხედე იქ უბრალოდ როგორ თქვა აი რაღაცა თქვა წინადადების დალაგება არის სინტაქსი არიცის თქვა წყობა თქვა აი ესე რომ არ უნდა გაახლიჩო სინტაგმები ესე წყვილები არ უნდა გაახლიჩო ერთმანეთისგან იმიტომ რომ უაზრობა გამოდის და აუცილებლად ბოლოში არ უნდა დაწერო აი შემასმენის ბოლოში გადასროლის რაღაცა ჟურნალისტური ბნება და ასე შემდეგ და ვთქვა ის რომ სტილის შეგრძნება არ აქვს ხშირად მაგალითად წამიკითხავს ფრაზა აჩქარებული გული ეტაპობრივად დაუმშვით და დაუშვათ და აი რაღაც ესეთი და ნუ მე ამას რო ვკითხულობ როცა ამას ვკითხულობ იქვე ყოველგვარი ამისი რა ქვია ამბის და სტრუქტურის და სიუჟეტის მიმართ ეგრევე მიცივდება გული და ვეღარ ვაგრძელებ მე კითხვას მიჭირს ძალიან აი ასეთი რაღაცა ლაფსუსები შეიძლება კიდე არ უნდა ვაპატიოთ მაგრამ შეიძლება ვაპატიოთ თარგმანს შეიძლება თუმცა იქაც მაინდა-მაინც ეგეთი კეთილი ვერ ვიქნები მაგრამ ორიგინალურად ქართულ ენაზე დაწერილ ტექსტს ესეთი რაღაცები არ ეპატიება ეს მქონდა ეს უკმაყოფილების შეგრძნება რომ რატომ არ შეიძლება რომ ჩვენც ვთქვათ ესე იგი ყუდი ყავარიდან ჩამოვიღოთ და დავწეროთ რა რაღაცა რაც ვთქვათ წესიერად იქნება დაწერილი იმიტომ რომ მე ყოველთვის პირდაპირ ხო შეიძლება თქვა და ინგლისურ ენოვან წიგნებს უცებ ვკითხულობ და უშუალოდ ინგლისურად და შვედურად აი ამ ორ ენაზე შემიძლია ესე მე თავისუფლად კითხვა ჩრდილოურ ენაზე აღარ ვკითხულობ დიდი ხანია და ამ ავტორებს ვიცნობ თქვათ დეტექტივებს და ჰორორის ჟანრის და თრილერებს და ასე შემდეგ ვინ წერს ხო ამერიკელებს და დასავლეთ ევროპას ძირითადად ყველა არის წესიერად დაწერილი ყველა იქ არის ენის და წერა-კითხვის მცოდნე ვინც ამას წერს ხო ანუ რაღაცა საშუალო პროფესიონალიზმზე საერთოდ ლაპარაკი აღარ არის რომ ესე უნდა იყოს ხო ანუ არ დაბეჭდავენ უბრალოდ იმას სხვადასხვა და ჩვენთან ეს პრობლემა არის ჩვენთან იმის პრობლემაც ხომ არის რომ რეალურად კრიტიკა არ არსებობს ხო არც კრიტიკა არსებობს და არც თქვათ ადეკვატური შემფასებელი მკითხველი კრიტიკის გარდა თქვათ დასავლურ სამყაროში კრიტიკაზე მეტად ბაზარი მუშაობს თქვათ კრიტიკა მუშაობს და სერიოზული ლიტერატურა ცოდნეობა და ასეთი რაღაც ასე ვთქვათ რაღაცა მაღალ ეშელონებში და დღევანდელობაში დასავლურ წიგნის ბაზარს მთლიანად მკითხველი განაპირობებს და მთლიან სოციალური მედია განაპირობებს და საერთოდ თქვათ კრიტიკის როლი ძალიან შესუსტებული ამაზე უკვე კაი 10 წელია ლაპარაკობენ დასავლეთში ამაზე მიდის მსჯელობა და ჩვენთან ბაზარი იმდენად პატარაა ხო ესე რაღაც ეს ფლუქტუაციები არ მოქმედებს დიდად თქვათ და ძალიან გაუგებარია თქვათ რატომ შეიძლება რაღაც წიგნი გახდეს პოპულარული და რაღაც ვერა აი სრულებით არალოგიკურია იმიტომ რომ პატარა ბაზარს ეგ ახასიათებს თქვათ იგივე წიგნების გამომცემლები ახლა მეტნაკლებად ყველას რუნავს რაღაც მარკეტინგზე და ასე შემდეგ მაგრამ ხანდახან არის ხოლმე რაღაცნაირად თავს გაიგიჟებენ რაღაც შემთხვევაში და მოხდება და ძირითადად თქვათ აი ბესტსელერად გავარდნილი წიგნები თვითონ არიან გავარდნილები და არა მარკეტინგის შედეგად დაუშვათ. ხო, მოკეთ, ბევრი პრობლემაა და ბევრი რაღაცა ხდება. ისიც პრობლემა არის ჩემი აზრით, რომ ქართველი მკითხველი ქართველ ავტორებს ძალიან იშვიათად კითხულობს და არ წყალობს. ეგ უკვე შეიცვალა, რაღაც მომენტში მოხდა გარდატეხა. ცხადია რომ ისე ვერ შევალთ კონკურენციაში უცხოენოვან ავტორებთან, რომლებსაც აი ესეთი დიდი რაოდენობით თარგმნიან ქართული გამომცემლები, ხო, ეს ნორმალურია, ცხადია. მაგრამ ბოლო წლებიც აღარ არის უკვე დაახლოებით 2017 წელი, 2016 წელი იყო რაღაცა ეს გარდამტეხი
წელი მე მგონი, როდესაც აი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მიმდინარეობდა მზადება, როცა საქართველოს უნდა ყოფილიყო და მაშინ ზოგადად დიდი ყურადღება მიექცა ქართველ ავტორებს და რაღაცნაირად წარმოჩინდნენ ხალხი ამ ორგანიზაციამ წიგნის ცენტრმა, რომელმაც მაშინ ძალიან ბევრი იმუშავა ამ ყველაფრისთვის, რაღაცნაირად ის რო ვთქვათ, ცდილობდნენ მათ გატანას საზღვარგარეთ და პრომოცია, ასე ვთქვათ, დარეკლამებას, რაღაცნაირად იმოქმედა სტიმულირება მოახდინა ამ ხალხის და იყო რამდენიმე წიგნი, რომელიც ძალიან გაბესტსელერდა უცებ და ძალიან პოპულარული გახდა. არა, უფრო ადრეც მაგალითად იყო სამხრეთული სპილო არჩილ კიკოძის, იყო ალეკო შუღლაძის გადამალვა და ეს მოკეთ ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე წიგნი იყო, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. ცოტა მოგვიანებით ბაბლუანის წიგნი მაგალითად, ხო? და ასე ვერ ვიტყვით და იგივე ვთქვათ ნინო ხარატიშვილი, რომელიც კი არ არის ქართული ლიტერატურა, გერმანული ლიტერატურა, მაგრამ აქ მოკეთ, აქ შეიძლება ვიკამათოთ ამაზე, რთული თემაა, ხო? ქართული თემებით, ქართული სიუჟეტებით და ქართულ ენაზე ნათარგმნიც, ანუ სუპერ ბესტსელერია საქართველოში. ზაირა არსენიშვილი, რომელიც სიცოცხლეში ვერ მოესწრო საწყალი ამ ყველაფერს და ეს თითქმის უცნობ მწერლად გარდაიცვალა და დღეს ძალიან პოპულარული ავტორია, ხო? ასე რომ იგივე თამთამელაშვილის შაშვი მაყვალე, ბევრი ესე შეგვიძლია კიდე რამდენიმე ესეთი წიგნი გავიხსენოთ, რომლებმაც ეგ მიდგომა შეცვალეს. არ არის ესე, რომ ვთქვათ ქართველი მკითხველი ქართველ ავტორებს არ კითხულობს, კითხულობს. გააჩნია ავტორს. ხო. კარგი დავნებდი. ძალიან გავცდით შენი ახალი წიგნის თემატიკას და მოდი ისევ მოუბრუნდეთ. ამ შემთხვევაში, ბევრს არ ვსაუბრობთ შინაარსზე, რადგან რაღაც გარკვეული სპოილერები არ იყოს. მოდი გკითხავ გაგრძელებაზე. ტრილოგიის პირველი ნაწილი არის და კიდევ დაანონსებული არის, რომ შემდეგი 2 წიგნი გამოვა. როდის იქნება მეორე ნაწილი და მეორე ნაწილში ამ ამბის გაგრძელებას ვნახავთ თუ უკვე ახალი ამბავი დაიწერება? მეორე ნაწილი უკვე იწერება. მან ერთგან უკვე ვთქვი და კიდე გავიმეორებ ეხაც, რომ მარტო აღარ წერ მეორე წიგნს, თანაავტორი მყავს, რომელსაც ჯერ ვმალავთ. თანაავტორი ქალია, რაც მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ როგორ თქვა, როგორ რაღაცა გახსნილი გონებაც არ უნდა გქონდეს და როგორ თქვა, ყველა გამოცდილების მიმართ ღია არ უნდა იყოს, ის სხვა ხედვაა და სხვა პერსპექტივაა, რომელიც ასე ძალიან მაგლია მე პირადად როგორც ავტორს და მიხარია ძალიან ნიჭიერი თანაავტორის ყოლა ამ საქმეში. დავიწყეთ წერა უკვე და გეგმა არის, რომ შემდეგი წიგნი უნდა გამოვიდეს დაახლოებით ნოემბრის ბოლოს. ანუ მოაცივდება. რაც შეეხება მეორე წიგნს, ხო, უკვე სათაურის გამხელა შემიძლია, ყვავილების ქვეყანა ერქმევა მეორე წიგნს. ყდაც გვაქვს. ყდა გვაქვს, ისევ იგივე დიზაინერი, გიკა მიქაბაძე, რომელმაც გიკამ გააკეთა ეს ყდა. და ესე იგი რა ხდება? მეორე წიგნი იქნება აქ ორი ამბავია. იმ კითხველისთვის ვამბობ, ვინც ვისაც არ წაუკითხავს ჯერ ეს წიგნი. უკეთეს რას აკეთებდით ვერ გავიგებ. ამ ზაფხულს, მაგრამ ჯერ კიდე წინ არის მთელი ზაფხული, ასე რომ თამამად შეგიძლიათ გამოვასწოროთ. მაგრამ უკვე ბევრი მკითხველი ყავს, მე ბევრი რაღაც თორები, ამბები იმედია უფრო მეტიც ეყოლებ. საქმე რაშია? შემდეგ წიგნში გვექნება მთავარი გამომძიებლის მაგდა შელიას და მისი ახალგაზრდა კოლეგის, თბილისელი კოლეგის ლადი იაშვილის ცხოვრების გაგრძელება. ანუ ჩვენ მათ ცხოვრებას ისევ მივადევნებთ თვალს, უფრო მნიშვნელოვანი გახდება ვიდრე პირველ წიგნში იყო მათი ამბები და რა მოხდება ამ ორი ადამიანის პირად ცხოვრებაში, რა მოხდება მაგდას და მისი რაღაც ახტაჯანა თინეიჯერის შვილის ცხოვრებაში და ასე შემდეგ. ზოგადად ეს პოლიციის განყოფილება და რა თქმა უნდა ასევე უფროსი სერჟანტი ქეთი ლაკირბაია, რომელიც არის ამ წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი და ძალიან მოეწონა ბევრს. რატომღაც ესე არასდროს არ იცი წინასწარ, ამას გვეგმავდი როგორც რაღაცნაირად ისეთ როგორც სატრანზიტო პერსონაჟს რა, იუმორისტული ჩართვებით და აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟი, ყველას აინტერესებს ქეთის ამბები. კი ბატონო, იქნება ქეთის ამბები შემდეგ წიგნში. ის მკვლელობა და ის ამბავი რაც მოხდა, ის უკვე დასრულებულია ამ წიგნში, ანუ ბოლომდე პირველ წიგნში მიიღო პასუხი მკითხველმა, მეტი პასუხი აღარ იქნება და დაიწყება ახალი გამოძიება, ახალი ამბავი დაკარგული კაცის შესახებ, რომელიც საერთოდ სხვა ტიპის დანაშაულთან გვექნება საქმე და სხვა ტიპის დანაშაულს გამოიძიებენ, მაგრამ
ეხლა უკვე მცდელობა იქნება უფრო რომ ვთქვათ მე თანაბარი დრო დაეთმოს პირად ცხოვრებას, გამომძიებლების და დანაშაულს. ანუ ნოემბერში უნდა ველოდოთ შემდეგ. წესით კი. დათო, თუ არის რაღაც მსგავსი შემოთავაზება, ან თუ ფიქრობ, რომ ეს წიგნი ან სერიალად, ან ფილმად გადაიღონ? მე რო ვთქვი, რომ პერსონაჟები, თქო, სახეებად მყავდა წარმოდგენილი და კონკრეტული სახეობები იყვნენ. სახეობები იყვნენ. არ ვიტყვი რომელი სახეობები, მაგრამ თუ ვინმე სერიალად გადაღება მოუნდება დაეხმარები. ამისი შევეცდები ყველანაირად რომ ეგ სახეობები შევტენო, იმიტომ რომ მე მგონია რომ მათზე არის დაწერილი და მათ მოხდა. კი, რა თქმა უნდა, ამაზე მიფიქრია და ჩვენ რო წესიერი ქვეყანა ვიყოთ, ეხლა უნდა მგლეჯდნენ ხელიდან ავტორო უფლებას, მაგრამ სერიალის წარმოება არის ძალიან დიდი მასშტაბური რაღაცა, რაც ჩვენ ქვეყანაში ნართულია. და იმდენად პატარა ბაზარი ვარ, თუ წიგნისთვის ვართ პატარა ბაზარი, სერიალისთვის საერთოდ ჩავთავოთ, რომ ბაზარი არ გვაქვს ჩვენ. და ამიტომ ძალიან რთული ამბავია ეს. იქნებ ითარგმნოს და უკვე არის ლაპარაკი სხვათა შორის გერმანულ თარგმანზე, მაგრამ ჯერჯერობით ბოლომდე არაფერი არ გადაწყვეტილა, მაგრამ ნახოთ, ისევ დავაკაკუნებს ამჯერ. სურვილი ძალიან დიდი იქნება და თქვა პოტენციურ სერიალის ხალხს ვეტყვი, რომ დიალოგებით მაგიტომაც არის დაწერილი, ძალიან იოლად სცენარად გადაკეთდება. ძალიან იოლად გადაკეთდება სცენარად, რო რამე კაცმა რო თქვას, ხო? ესეც თქვა იგივე სერიალის გამოცდილება მე ეგეც მომიტანა, თქვა დინამიკაზე ფიქრი ტექსტის. ვთქვათ, ეს არ უნდა იყოს მოსაწყენი, ეს არ უნდა იყოს, ვთქვათ, როდესაც რაღაცა სიღრმეში შევდივართ, ერთი პერსონაჟი დიდხანს ლაპარაკობს და ღრმად და მე რაღაცა დინამიკით კომპენსირდება. ეს მონაცვლეობა არის სულ და ის რომ ვთქვათ, ყველა თავი აუცილებლად ეგრეთ წოდებული კლიფჰენგერით ვთავრდება. ამ სპეციალურად არის ესე დაწერილი, თითქოს ახლა ეს სერია მორჩა. და აი შემდეგი სერია ბოლოს შემოვიდა ვიღაცა შავი კაცი და რაღაცა საშინელება თქვა, ვინ არის შავი კაცი? ნახოთ სერია. აი დაახლოებით ამ პრინციპით ამ კლიფჰენგერის პრინციპით არის დაწერილი. ანუ სერიალი თუ დაინტერესდებიან, ბევრი დროც არ დაგჭირდება რომ გადააკეთოს სცენარად. თვითონ გადააკეთო, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მე წინააღმდეგი არ ვიყავ. რა თქმა უნდა, ხო? კი, ამაზე ნაფიქრი მაქვს და ეს პერსპექტივაში გაგრძელებაც, ხო, ზუსტად ამ მიდან მომაფიქრდა, ვთქვათ, ასე, ამ გამოცდილებიდან სერიალიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ვთქვათ, ერთი ამბავი კი დამთავრდება, ერთი გამოძიება, მაგრამ მეორე გამოძიება და ხო მე იმის გარდა რომ ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ წიგნებზე, მაგრამ კიდევ უფრო მეც ვუყურებ სერიალი. დეტექტიური სერიალი ჩემი საყვარელი ჟანრია სერიალებში ზოგადად. აი თუ კი რამე გამოდის, როგორი უაზროც, როგორი ცუდიც, მდარე ხარისხის და საშინელიც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა დაიდოს დეტექტიური სერიალი მაქვს, მე მგონი ყველა ნანახი რაც. ცხელი ძაღლიც ნანახი. ყველაფერი ნანახი მაქვს, რაც კი რამე ხელმისაწვდომი ჩნდებოდა დეტექტიურ ჟანრში, ასე რომ ოცნება ნახოთ, იმედია ახდება. წარმატებას უსურვებ შენ წიგნს, რომ მალე ვიხილოთ როგორც სერიალი ან ფილმი, ალბათ უფრო სერიალი. მაგრამ ჯერ წავაკითხოთ. ჯერ წავაკითხო. 1-2 წელიწადი არ გვინდა სერიალად და მე ვნახო. ჯერ წაიკითხო. მოდი დასასრულისკენ რომ წავიდეთ და ამ პოდკასტის მთავარი ერთგვარი მიზანი ის არის, რომ დასასრულს ვურჩიოთ ხოლმე რა წიგნები წაიკითხონ და რა თქმა უნდა თეთრი მაგნოლია ამ პოდკასტის მაყურებელმა რომ არ წაიკითხოს არ მგონია. ვერ გაპატიებთ. ხო, ვერ გაპატიებთან ერთად მართლა ეს არის წიგნი, რომელსაც რო დაიჭერ, ვიდრე არ დაასრულებ, ვერ მოწყვეტ. შემიძლია ესეთი რამე ვთქვა. თქვენ შეიძლება არ წაიკითხოთ, მაგრამ ვთქვათ, დედას, მამას, ბებიას, ვიღაცას, ვისაც უყვარს ესეთი გასართობი დეტექტიური ჟანრის წიგნები, ვინც სერიალებს უყურებს, ხო, ვისაც აი მოსწონს ესეთი რაღაც, მე ცოტა მელოდრამატული, ცოტა ტრილერის ელემენტები, ცოტა ასე შემდეგ, იმათ აჩუქეთ და წაიკითხეთ და არინანებთ. თქვენ შეიძლება თქვენ წაიკითხოთ, არ ვიცი. სხვათა შორის არ მგონია რომელიმე ოჯახი, სადაც ერთი დეტექტივის მოყვარული ადამიანი მაინც არ არის, მაგალითად ჩემთან ჩემი ძმა და უკვე დავუდე ეს წიგნი და მე მოვპარე რომ წაბომე ხო და მათ მაინც ვურჩიოთ. კიდე ჩემ ოჯახში მე ვიყავი ესე ტონობით კითხულობდი მთელი ბავშვობა და ხო და აი ტონობით თუ კითხულობდი, გარდა იმისა რომ თეთრი მაგნოლია უნდა წაიკითხონ, დეტექტივი რადგან ასეთ ფეხმოკიდებული არ არის, ნუ აგათა კრისტის ყავს ბევრი მკითხველი, სხვა რამდენიმე ავტორს ხომ არ ურჩევ. ჩვენ შემთხვევაში ძალიან ცოტა პატრიცია ჰაისმითი გიყვარს ვიცი. პატრიცია ჰაისმითი, რომელიც თქვათ დეტექტივი არ არის, მაგრამ ძალიან მიყვარს და იგეგმება როგორც ვიცი, მე გეგმავენ ქართულად რომ გამოვიდეს ნიჭიერი მისტერ რიპლი. არაჩვეულებ. ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი წიგნი იყო ჩემს ცხოვრებაში, ძალიან მომეწონა ეს წიგნი თავის დროზე.
ქართულ ენაზე კონცენტრირდები, ვთქვათ, ქართულ ენაზე რაც არსებობს უფრო მეტად. ჟორჟ სიმენონი პირველ რიგში, ჟორჟ სიმენონი ცნობილი ლეგენდარული ბელგიელი მწერალი, რომელსაც უამრავი წიგნი აქვს დაწერილი, ძალიან ბევრი 100 მეტი აქვს მე მგონი თუ არ ვცდები და ბოლო პერიოდშიც გამოიცა ბევრი ქართულად. აი ვისაც ვთქვათ სიმენონი არ წაგიკითხავთ, იმათ ნამდვილად ურჩევდი, იმიტომ რომ სულ სხვანაირი იმის გარდა რო ვთქვათ დეტექტივია, ხო, აი სიმენონს აქვს ისე 2-3 პასაჟი ძალიან ოსტატია როგორც წერალი, ისე კარგად გადმოსცემს ვთქვათ ჩრდილოეთ სანაპიროს, აი ნორმანდიის და ასე შემდეგ ზემოთ საფრანგეთის და აი რაღაცა უკაცრიელობას და ამ განწყობას და სევდას ისე მაგრად გადმოსცემს, ეძახე ხა მეორე ხალხური ლიტერატურა. ძალიან კარგი ავტორია და ძალიან მნიშვნელოვანი ავტორი, მიყვარს ძალიან მე დეტექტივებიდან თუ რახან დეტექტივებზე. მე არ მიყვარს ხოლმე როცა ჟანრულ ლიტერატურას ასე მოიხსენიებენ მეორე ხარისხოვანი და დავკვალიფიცირდეთ. უბრალოდ ეს არის, რასაკვირველია გასაგებია, რომ სიმენონი არ არის ჯოისი და არც დობლინია და არც ეს არის ვირჯინია ვულფი, რასაკვირველია არ არის, მაგრამ ვისთვის როგორ ხო თქვა, აი როგორ გითხათ ახლა ძალიან უხეში ანალოგია იქნება, მაგრამ საჭმლის და სასმლის და შემდეგ სხვადასხვა კატეგორია არსებობს, ხო? ასევე არსებობს ლიტერატურის სხვადასხვა კატეგორია, სხვადასხვა დრო და ადგილი აქვს ამას და სივრცე აქვს, ხო თქვა, მოუმზადებელი მკითხველი ჯობია, რომ ვირჯინია ვულფს არ ეცეს პირდაპირ, ხო? მაინც და მაინც, იმიტომ რომ იმედი გაუცროვდება. მომზადებულმა მკითხველმა უნდა გადაყლაპოს კი, ხო და ვირჯინია ვულფი, რომელიც ყველა წიგნი მაქვს რაც ახსენე. ეს ახლა ჩაწყობილი ვით გამოდის, მაგრამ მე დროშა მეფარება საქართველოს აქედან და ვერ ვხედ. აჰა, ნახე. რამდენი პასკუალე დუარტეს ოჯახი როგორ მიყვარდა ეს წიგნი ბავშვობაში ძალიან პატარამ წავიკითხე ცოტა დროზე ადრე და აი სილვია პლათიც გეყვარება. სილვია პლათი კი რა თქმა უნდა ერთ-ერთი და ეს ნიკო სამადაშვილის ეს მახოხარბედიას წიგნია სხვათა შორის. ხო და მოკლედ არ ვიცი ესე იგი ან დეტექტივების მოყვარულებს ვეტყვი სიმენონს რაც ბოლო პერიოდში ქართულად გამოვიდა და ისე კიდე რა შეიძლება რომ ურჩიოთ. რა ვიცი, აი თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან შეიძლება რაღაცები ურჩიოთ, რაც არ წაუკითხავთ, მაგალითად, სხვათა შორის რამდენიმე წელი გავიდა უკვე რამდენი არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მე ძალიან მომწონს ერთი წიგნი ქართულ ენაზე დაწერილი, ეს არის მარიამ გურგენიშვილის მარგალიტები. ძალიან საყვარელი, ძალიან სასაცილო და სევდიანი რომანია. კი, მეც ბევრი ვიცინი ამ წიგნზე. და ისეთია თან პატარა გოგოების ამბებია, რაღაცნაირად იცოდ ნიშა დაიკავა და შეაფსურა ჩვენ ლიტერატურაში, ისეთი აი სუბუქი გოგოების ამბები, ძალიან სასაცილო გოგოს პერსპექტივიდან დაწერილი, თვითონ ახალგაზრდა ავტორის დაწერილია და ძალიან ისეთი ძალიან გულის ამაჩუყებელი და სევდიანი ხდება ფინალისკენ. აი ამ წიგნს ურჩევდი მაგალითად. რომელიც არ არის დეტექტიური ჟანრის, მაგრამ ქართულ ავტორებზე თუ საუბრობთ. და კიდე თუ თქვათ რახან ახალ ავტორებზე ვლაპარაკობ და ისეთებზე, რომელიც შეიძლება ჯერ არ სმენია, თქვათ ძალიან საინტერესო სულ ახალი ავტორი გამოჩნდა, თაკო წულაია, ასეთი ავტორი, რომელსაც აქვს მოთხრობების კრებული, მოთხრობების კრებულს ქვია, არაფერი არ გვემართება. ძალიან საინტერესო სათაური აქვს. აი ვისაც ინტელექტუალური ლიტერატურა უყვარს და აინტერესებს, ვისაც თქვათ აი ფორმალისტური ძიებები ტექსტში ვთქვათ, როგორ შეიძლება სიუჟეტი იყოს მოყოლილი, მაგრამ თან არ იყოს თითქოს არ ფიგურირებდეს, თითქოს არ იყოს დომინანტური. აი მოთხრობებში ნამდვილად ძალიან საინტერესო ექსპერიმენტებს წააწყდება, ვისაც ვთქვათ, აი ესეთი კირკიტა ლიტერატურა ურჩევნია და ვისაც ვთქვათ, აი რაღაცნაირად პატარა ტექსტების დაგემოვნება უყვარს. ხო, ძალიან ცუდი სიტყვა დაგემოვნება, მაგრამ რა ვქნათ გამოვიდა. იყოს. მადლობა დათო, რომ იყავით ჩემი სტუმარი. გიკა ვახსენეთ და მოვიკითხავ. ჩვენ ერთად მუშაობდით და რამდენიმე ძალიან კარგი ამბავი გამახსენდა, მაგრამ კადრს მიღმა მოგიყვები, ასე ჯობია. მადლობა რომ უყურებთ მარიამოს vlogs, გამოიწერეთ ჩემი არხი, წაიკითხეთ თეთრი მაგნოლია თამარ ერაძის ავტორობით, თუმცა დავით გაბუნიას დაწერილი და დაელოდეთ მის გაგრძელებას, რომელიც როგორც დაანონსდა შემოდგომაზე იქნება. მადლობა რომ გვიყურებთ და მადლობა დათო. მადლობა. კიდევ ერთხელ.